523 გამოძახება, როგორ გესმით? ბრიგადა 523 გისმენთ? გამოძახება მისამართზე გამრეკელის 13 ამეროს სართული ბინა 87 ქალი 63 წლის უჩივის არ დაგაცნო რა. ბინევრებს 63 წლის უჩივის სისუსტესა და თავბრუს ხვევას. მიღებულია მისამართი. რასაკეთებებო? კითხულობ. ბებია შენი მოვა ახლა. დარეკა. ადიქ ცოტა მომეხმარ. ვინო გამოვიტანო? ვინო არა. ხაც თქონა გამომასწრეს და თქოს. ჩაის დავალევინებდი იქნება. ბებო მომეხმარე რა. ბებო აი იმ შუა უჯრიდან სუფრა ამოიღე რა. გურამ ჩაი დაადგი რა. ნანა მალე მოვა? კი, აქვეა სადღაც ამომავალ. მე უნდა წამოყანოს? რატო ბაბუ? არ მოგწონს ჩვენთან? კი. შენი ბებუკა როგორ ახარ ბე? კარგად არის. ყოველ შემთხვევაში დაცულად და უსამართლოდ. ხაჭაპური მოგიტანე ცხელი. რატომ წუხდებოდი? ბებო ჯერ ხელები დაიბანე და თეფშებით გამოიტანე, კარგი? ამა, გისმენ. რამდენი წელი აქ ამყოფება? ისევ ისეა ყველაფერი. საქმეზე გადავიდეთ. ძალიან მიჭირდა აქ მოსვლა. არა უშავს, მაინც ხომ მოხვედი. რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? მე მგონი ისედაც ყველაფერი გარკვეულია. ანა, როგორ ახარ? გამარჯობა გური, როგორ ხარ? აგოშოს. იმას ვამბობდი, რომ ისედაც ყველაფერი გარკვეულია. ხო, მაგრამ ბავშვს მამა ენატრება, მამასთან უნდა. ბავშვს ბევრი რამე უნდა. არ გიყო რაც მოხდა. მაინც და მაინც უნდა დაშავდეს და რაღაც საშინელება დაემართოს. რატო ლაპარაკობ ასე როსიკო, ჰა? რას ლაპარაკობ? ასე იყო ადრეც და არაფერი არ იცვლება. შენ შულს არასდროს არ ეცალა ოჯახისთვის და ეხლაც არ ცალია. რა არის აქ გაუგებარი? გური, როგორ მოვაგვაროთ ესა? გადაწყვეტილება როგორ მივიღოთ? ჩვენ ბავშვს არაფერს არ მოვაკლებ. არა, მაგაში ეჭვიც არ მეპარება. ასე არ შეიძლება. ბავშვი გაწვალდება. შოთიკო ცუდოა, ნერვიულობს. იყო სკოლაში მისული. აპატიეს აღარ გარიცხავენ. ზე რომ ყველაფერი მოუგვარებია პრობლემა.
ბაბუ, მოდი მე და შენ ხაჭაპური დავჭრათ და თებშები მოვიტანოთ, ხო? წამო. რუსიკო, როგორ მოვრეგდეთ, რა ვქნათ? რა უნდა ვქნათ, ნანა? ის არ მეყოფა ერთადერთი შვილი რო დამეღუპა, ეხლა შვილი შევწირო? რა გითხრა, არ ვიცი. რა უნდა მითხრა, იცი რომ მართალი ვარ. მოკლედ ბავშვს არ გაგატანთ და მორჩა. არ გაქვს ამის უფლება. მიჩივლებთ? მიდე მიჩივლე. ვინ დარჩება მოგებული იმასაც დავინახა. რა საჭიროა ახლა ასეთი ლაპარაკი? საჭირო ყოფილა ნანა. აბა სხვანაირად შენ და შენ შულს არ გესმით და რა ვქნა? რატო დარჩი ხაჭაპური ვჭამოთ, ჩაი დავლიოთ? მიდი ხარ ნანა? ხო, მოდი ჩემო სიცოცხლე. მოდი ჩემთან მეგო. აბა შენიც ხო? ჭკვიანად იყავი და უფროსებს დაუძილი, ხო ბებო? მე არ მიყავა. არა ბებო, შენ რჩები. შენ რჩები ჩემთან. ნახვამდის ნანა, მადლობა ხაჭაპურისთვის. მოდი დაჭიქი. დაჭიქი. ბაბუ, მოდი ახლა მე და შენ ჭამოთ ხაჭაპური. დაჭი. არ მინდა. გამოდი, ფისო, გამოდი. გამოდი შეარ გასაშვებო შენ. შეარ გასაშვებო. შეჩვენებულ. შეჩვენდი. ეხლავე. მოვდანდით თქვენი ჭირიმე. აქეთ. თქვენ ხართ ცუდად? ძალიან ცუდად თავაში. ხილად. დავძანდით. ასაკი? 63 წლისა ვარ. 63 წლის გასაგებია. და რა გაწუხებთ? ძალიან კი მერიდება, მაგრამ თქვენ ახალგაზრდები ხართ. შუ, იქნება შეყოთ ხედი კარადის ქვეშ. როგორ? მეორე დღეა კატა შეძვრა და აღარ გამოდის. ბატონო, არც ჭამს, არც სვამს. წყარი რო წყარია, წყარი არ დაულევია. ქალბატონო. აი, მაგრამ ნოზე არა. აქ შეძვრა კატა? დიახ. რა დაუძახო, რა ქვია თქვენ? ფისო. ფისო. გითხარით რა გაწუხებ? არაფერი არ მაწუხებს, გინათოლე უღონდათ აი იმ კარადიდან ის კატა გამოვიდეს შეჩვენებული. თავს მოვიკავ, თავს. ხუმრობთ არა? დედა ხუმრო, რამე ხუმრება. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მაგის მეტი მე არავინ არ ამყავს. რა ვქნა? აი როგორ აღიხსნათ, აი ოჯახის წევრია. აი ნამდვილი ოჯახის წევრი. ძირა, ეს არ შეიძლება. ეს წყალი თუ შეიძლება. წყალი გამოვიწერთ სადaro. მომეც დავის. იცით რამდენ ადამიანს სჭირდება ჩვენი დახმარება? თქვენ კიდე ამ კატის გამო გვიძახებთ. მაპატიეთ, ჩილო, მაპატიეთ, რა ვქნა. გამოვართვით? მადლობა. უნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ კატას არ უნდა ეხლა გამოსვლა. მე მოშივდება გამოვა. კარგად გაგდებოდეთ. თავს მოვიკლა. ოღონდ კატა გამოიყვანეთ. იმ კარადი და რა ვქნა, რა წყალს მისცე თავი. ოღონდ იცით ფრთხილად არ გაკაწროთ. აი 2 კვირის წინ გამკაწრა. უცხოები არ უყარს. ეხლა თვითავება. ფისო. აქამდე არ შეგხორცები. არა, იცით
ეს არაფერი ფეხები მტკივა. მამა ჩვენი ფეხები. კანი ხშირად გეკავებათ? ეხოთ მეკავება. და შარდო ხშირი გაქვთ? ხერხულიეთ. კატის გამო რო გამოგვიძახეთ, მაშინ არ იყო ხერხული ხო? მაპატიეთ, შილო, მაპატიეთ, რა ვქნა. მაპატიეთ. ოჯახში ვინმე ხომ არ ქონია დიაბეტი? მცხონებულ ჩემ ქარს ქონდა, ინსულინზე იყო. არა, მეცით მშობლები მაინტერესებს, ბებია ან ბაბუა? არა, ბებია ბაბუაც არ მოვსწრები, არა, დედას ქონდა შეძენილი დიაბეტი. გლუკომეტრი? რა შილო? არაფერი, ნუ ნერვიულობთ. ეს ჭამეთ რამე ქალბატონო? არა, არაფერი არ მიჭამია ის კი არა, ამ ქალბატონსაც არ იცი რა, დროულად უნდა ჭამოთ ხოლმე. ცოტა. ეხლა ჩვენ მოგხედავთ. და შემდეგ აუცილებლად ენდოკრინოლოგთან უნდა მიხვიდეთ. შეიძლება მომეცით. ეგ რამაკდა. ნუ ნერვიულობთ ქალბატონო, ახლა ბლანკი შევავსოთ. მოგონთ ხელი. თქვენი სახელი? მარინა. რა იყო შილო რა ვთქვი ესეთ? მარინა. ხო, ნუ მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. 200 მილიგრამი დეცილიტრი იგი. კარგია. შემდგომი გამოკვლევისთვის უნდა მიმართოთ ექიმს, ენდოკრინოლოგს აუცილებლად, კი. ეგრე არის. მოდი. დავიჭირე, კი ბატონო, დავიჭირე. ელე? მოდი, აბა ნახე. დადე მან. ეხლავე. გაუშვებ ეხლა და ძიძგნოს. ვერ გადაურჩები შენ დალის. რა თუნდა მიწვალება სისულელეს. მორჩა, წერტილი, მაგზავნე. გამოგიღე რაღაცაები. ის ჩამედევა? ჩადე. ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ არ ჩამეტევა.